მსჯელობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთსასარგებლო კავშირების განსავითარებლად. პირველი ვიცე-პრემიერის შეხვედრა ამერიკის საბაჭრო დეპარტამენტში შედგა. ქართული დელეგაცია ისევ ვაშინგტონშია, გრძელდება მაღალი დონის შეხვედრები. შედეგების შესახებ ანუკი ჩხიკვაძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. საქართველოს შტატების პოტენციური ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორი, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველო-ამერიკის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ვაშინგტონში საუბრობს და მაღალი დონის შეხვედრებს მართავს. მზარდი ქართული ეკონომიკის ფონზე დელეგაციის წევრები სავაჭრო დეპარტამენტში ამერიკულ მხარესთან პრიორიტეტად ორმხრივი ვაჭრობის და საინვესტიციო პოტენციალის გამოყენებას აყენებს. საქართველომ, რომელიც რეგიონში სავაჭრო ჰაბია, შესაძლოა დიდი ამერიკული ბაზრისთვის საინტერესო მოკავშირე აღმოჩნდეს. დაინტერესება ორმხრივია შტატები საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების ახალ დღის წესრიგზე საუბარს იწყებს. საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძლიერი. ჩვენ შევთანხმდით ყველა იმ პროექტის გაგრძელებაზე და ახალი პროექტების განხორციელებაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს მნიშვნელოვანი წინსვლა, რომელიც ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარდაჭერას ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან სექტორებზე, როგორც არის ინფრასტრუქტურის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა ლოჯისტიკური სერვისები, ასევე წყლის ინფრასტრუქტურის განვითარება, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება და მომავალშიც გაგრძელდება განხორციელება ენერგეტიკის სფეროში. ასევე განხილვის თემა იყო საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, რომელთაც საქართველო გამორჩეულია მსოფლიოში მაღალი ეკონომიკური ზრდით, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საკმაოდ კარგი ერთ-ერთი საუკეთესო მაკროეკონომიკური პარამეტრებით. ყველა საშუალოვადიანი მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ჩვენ გვქონდა, ასე ვთქვათ, გაცხადებული და სავალუტო ფონდთან შეთანხმებული, არის წარმატებით შესრულებული. აქ იგულისხმება როგორც მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა, ასევე ამავდროულად საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა. აღინიშნა იმის შესახებაც, რომ საქართველოს საკმაოდ, ასე ვთქვათ, კარგად მომზადებული ეგებება გარე გამოწვევებს. ვიცე-პრემიერმა დელეგაციის წევრებთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ვაშინგტონში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა უკვე გამართა, მათ შორის პირველი ოფიციალური ვიზიტი ქართულ-ამერიკულ მხარეებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტში შედგა. გმადლობა.